გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ის მერიას 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას სთხოვს. დიახ, თანაც სთხოვს, რომ ფული მერიამ გადაიხადოს, რადგან მას იჯარის გადახდის თანხა არ გააჩნია. ჩვენ მსოფლიო ბანები ღარები ხალხი ვართ, რადგან ოდითგანვე ოპერებში ბანისთვის წამყვანი პარტია ძალიან ცოტაა დაწერილიო. მთელი ფული ტენორებს იმიტომ მიჰქონდათ, რომ ცენტრალური და სათადარიგო არიების 99% ტენორებისთვის იწერებოდაო. აი ასეთი არაპოლიტკორექტულობა იყო ბანების მიმართო. დიახ, მეგობრებო, 4 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში მთელი მოსახლეობა ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, მსოფლიო ბანი ყრილობის ჩატარებას გეგმავს, თანაც სტადიონზე და რატომ უნდა სტადიონი, თანაც ბორის პაიჭაძის, ანუ დინამოს სტადიონი და რატომ არ კმაყოფილდება რომელიმე მაგალითისთვის სასადილოს ფართით. თურმე იმიტომ, რომ მისი ინფორმაციით ეს სტადიონი ყველაზე დიდი ადგილია, სადაც ყრილობა დაეტევა. გამოთვალა კიდეც, რომ ტრიბუნებზე 55,000 და მოედანზეც 25,000 კაცი დადგება. პრინციპში სტადიონიც ეცოტავება, პატარა ადგილიაო, მაგრამ რა ვქნათ, გავიჭიროთ და როგორმე დავეტევითო. მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ ახლა ვღადაობ მართლა ასე თქვა ბანმა ბურჭულაძემ. ისიც დააყოლა, რომ ყველაფერი იმისთვის კეთდება იმ ყრილობაზე, ეს ქვეყანა მშვიდობიანად რომ გადმოვიბაროთო. პაატა ბურჭულაძე განსაკუთრებული პერსონაჟია ჩვენს პოლიტიკაში. არც ვიცი ვის შევადარო, ვერავის შევადრე, რადგან პრინციპში პოლიტიკასთან მას არაფერი აქვს საერთო. სრულიად სხვა ჟანრიდანაა ეს ჩვენი სასახელო მომღერალი. რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი რომ მესმოდეს, არ ვიცი. ერთხელ უკვე თქვი და განმეორდები, რომ ამბობენ ნაცებისგან და პირადად მიხოსგან ძალიან დავალებული ყოფილა და ამიტომაც იძულებული გახდა ისეთი საქმისთვის მოეკიდა ხელი, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა. მაგრამ ზოგჯერ ისიც მგონია, ოცნებამ ხომ არ შეაგზავნა ის ნაცთა რიგებში მეთქი. დიახ, იმდენად აბსურდულ გზავნილს ახმოვანებს ხოლმე, რომ სიცილი რომ არ გინდოდეს, მაინც გაიცინებ. სრულიად აკნინებს დღევანდელი ოპოზიციური მოძრაობის ისედაც საკმაოდ უბადრო პათოს. ნაცებს კიდევ ეს უნდათ, ასეთი პერსონაჟი. სტანისლავ იეჟილეცის გამონათქვამი გამახსენდა, მეგონა რომ ფსკერს უკვე მივახციე და უცებ ქვემოდან დამიკაკუნესო. მეც ასე მეგონა ნაცებმა ფსკერს მიაღწიეს და უცებ ქვემოდან ბურჭულაძემ დაუკაკუნა. ასე რომ თუ კი მართლა ოცნების შეგზავნილია, მაშინ ის კარგად ახერხებს თავისი დამანგრეველი საქმის გაკეთებას და თუ არა ოცნების მიერ ჩანერგილი და ამას თავისი ინიციატივით აკეთებს, მაშინ ნაცების ადგილას გავიყვანდი გვერდზე და თავაზიანად ვთხოვდი ძია პაატა. არ გვინდა შენი დახმარება, ჩვენი გაჭირვებას გვეყოფა, ისედაც ჭერი თავზე გვენგრევა და ტანზე კი ხავსი გვეკიდება. ასე რომ აგერ შენი შავი პეპელა და დიდ თეატრს დაუბრუნდი. ისე იგი დიდარი რომ ყოფილიყავი, ბურჭულაძეს სტადიონის იჯერას მე გადაუხდიდი. ძალიან ვიხალისებდი მაინც. მერია ვერაფრით დაეხმარება, რადგან სტადიონი მერიის განკარგულებაში დიდი ხანი არ არის. ჯერ კიდევ მიხოს დროს სტადიონი 59 წლიანი იჯარით თბილისის დინამოს გადაეცა. ანუ დღეს მისი მესაკუთრე დინამოს გუნდია. ხო და ფული რომ ქონოდა, დინამოს მფლობელს რომან ფიფიას ანონიმურად ჩაურიცხავდი იჯარის თანხას და მე აუცილებლად დავესწრებოდი იმ ყრილობას. საინტერესო სეირი იქნებოდა. სადმე ჩუმად სათადარიგო სკამზე მოვკალათდებოდი, ან აფსაიდში მაინც დავდგებოდი და დავტკბებოდი სანახაობით. მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ დინამოს სტადიონი ვერ დაიტევს ყრილობის დელეგატებს. გაცილებით უფრო დიდი სივრცეა საჭირო. თუ მაინც და მაინც მსოფლიო ბანს ფეხბურთის მოედანი უნდა, მაშინ ჩრდილოეთ კორეაში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონი. დიახ,
ქალაქ ფხენიანში საფეხბურთო მოედანს 1 მაისის სტადიონი ჰქვია და მართლა ყველაზე დიდია. 114,000 მაყურებელი ეტევა, პლუს ის 25,000 ვინც მოედანზე დადგებოდა და 100 თუ ისე პაატას ყრილობა შედგებოდა. ბატონი ბანი ნამდვილად კმაყოფილი დარჩებოდა. ყრილობის დასრულებისას დელეგატებიც თითო ლარსაც ჩამოვიდოდნენ და კარგი თანხაც შეუგროვდებოდა ბატონ პაატას. ახლა პატარა დეტალი დარჩა. კიმ ჩენ ინის დათანხმება და ჩრდილოეთ კორეისკენ მსვლელობის დაწყება. ტრანსპორტი იქითკენ მგონი ცუდად დადეს და ფეხით სამთვეში კი ჩავლენ. კარგი გზავნილიც იქნება მსოფლიოსთვის. ყრილობის მარში. გზად აგიტაციურ კონცერტებსაც მოაწყობენ. ბურჭულაძე იმღერებს, გიდეონ ფოფხაძე იშიმშილებს, ალეკო ელისაშვილი კარტით ფოკუსებს აჩვენებს, გუბაზის ლევანიკო ლოყებს დაბერავს, გუგავა მოვა. სამწუხაროდ მე ვერ დავესწრები, რადგან კიმ ჩენ ინთან იდეოლოგიური უთანხმოება მაქვს და მოვირიდები მის ქვეყანაში შესვლას. მოგლეთ, ვაი ჩვენს პატრონს ბედნიერს მეგობრებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.